გასაიდუმლოებული ისტორია პუტინის ბუნკერებზე. 2022 წლის მარტის დასასრულს ორმა თვითმფრინავმა საკმაოდ საეჭვო მანევრი განახორციელა. ორივე თვითმფრინავი ამ მომენტისთვის ეკუთვნოდა რასიას საჰაერო დანაყოფს, ანუ საჰაერო ტრანსპორტის იმ ჯგუფს, რომელიც პირადად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფება. მშვიდობის პერიოდში ეს თვითმფრინავები სანქტ-პეტერბურგს, მოსკოვსა და სოჭს შორის დაფრინავდნენ, თუმცა ამჟამად მათ კურსი შეეცვალათ. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სულ რაღაც ერთ თვეში თვითმფრინავი არეი 6176 ჯერ ეკატერინბურგს ესტუმრა ერთხელ, შემდეგ კი უფას ორჯერ. პრეზიდენტის კიდევ ერთი თვითმფრინავი არეი 9607 კი ჯერ ეკატერინბურგს, შემდეგ კი მაგნიტოგორსკს. ცოტა უცნაურია ის ფაქტი, რომ ეს თვითმფრინავები აღმოსავლეთის ამ სამ ქალაქში უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე აღმოჩნდნენ. ეს დაახლოებით ის დროა, როცა რუსეთმა გააცნობია, რომ უკრაინაზე თავდასხმა ერთ კვირაზე ბევრად უფრო მეტს წაიღებდა. და ამით რაღაც შეიცვალა. ნევის უბრალოდ ახალი საოჯახო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც ახალ პირობებს მოყვა. ან უბრალოდ ბაღალჩინოსნებს ჰქონდათ რაიმე დაუმთავრებელი საქმე ამ სამ ქალაქში. მაგრამ ყველაზე უცნაური მაინც ის არის, რომ ზუსტად ამ სამ ქალაქს შორის არის ერთი ძალიან დიდი საიდუმლო. შიუფას, ეკატერინბურგსა და მაგნიტოგორსკს შორის არის ყველაზე მაღალი მთა სამხრეთ ურალის ქედზე. ამ მთას იამანტაუს უწოდებენ. ბევრის აზრით, სწორედ ამ მთის ქვეშ მდებარეობს მთავრობისთვის განკუთვნილი ქალაქის ხელა ბუნკერი. ცივი ომის პერიოდში საბჭოელები ათასობით მუშას აგზავნიდნენ მიწისქვეშა ბუნკერების ასაშენებლად. ამერიკული ბირთვული უსაფრთხოების სამსახურის მიხედვით დიაგრამები და ჩანიშვნები მიუთითებენ იმაზე, რომ იამანტაუს ბუნკერი ჩაშენებულია ქვის და კვარცის მთაში დაახლოებით 900 მეტრის სიღრმეზე მწვერვალიდან. ეს უნდა იყოს ერთგვარი სამხედრო ბაზა რუსეთის მაღალჩინოსანი პირების შეკრებისთვის. რეალურად ჩვენ არ ვიცით, როგორ გამოიყურება ეს ბუნკერი. სამაგიეროდ შეგვიძლია დავუკვირდეთ ამერიკულ ბუნკერს. ამერიკული ბუნკერის ჩანახასებიდან გამომდინარე დაახლოებით შეგვიძლია უვარულოთ, როგორ იქნება მიწისქვეშა სამმართველო ცენტრი, თავისი რეზერვუარებით და საჭიროებებით. ამის მიუხედავად, იამანტაუ განსხვავებულია იქიდან გამომდინარე, რომ მთის უმეტესი ნაწილი კვარცისგან შედგება. კვარცი კი სიგნალს აადარებს და კომუნიკაციას ხელს უშლის. ამიტომ შდება ლოგიკური კითხვა: თუ მიწისქვეშა ბუნკერი ვერ უზრუნველყოფს კომუნიკაციას ცენტრალურ მთავრობასთან, მაშინ რისთვის შეიძლება ის იყოს გამოყენებული? ცივი ომის შემდგომ იამანტაუ მიტოვებულად ითვლებოდა. კომუნიზმის ულიმიტო ბიუჯეტი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ იამანტაუ განსაკუთრებული, რადგან 90-იან წლებში ამერიკულმა სატელიტებმა დაიჭირეს სიგნალი, რომ რუსები ამ ბუნკერზე ისევ მუშაობდნენ. 30 წლის შემდეგაც ზოგი იძახის, რომ მშენებლობის რესურსი უფრო და უფრო იზრდება. იამანტაუსთან ყველაზე ახლოს არის პატარა ქალაქი მისკოია. ეს ქალაქი სამხედრო კუთხით შეზღუდულია. 2021 წლის აპრილის დასასრულს კი ძალიან საინტერესო რამ მოხდა. ახალი ამბები ჟურნალში, რომელიც ქალაქი უფასთვის იყო, გამოაცხადეს, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ტექნიკა მოდიოდა ამ მთისკენ. ყველას ჰქონდა მოსკოვის ნომრები და თან კვალიფიკაციას ისეთი ჰქონდა, რომ იყო დიდი მშენებლობისთვის განკუთვნილი. და ამ დიდ მშენებლობებში შედის დიდი მიწისქვეშა კომპლექსების მშენებლობაც, რა თქმა უნდა. თუმცა რეალური მიზეზი არ გამოაცხადეს, რადგან ამ ტიპის ტრანსპორტი არის პირდაპირ თავდაცვის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ. 2021 წლის აპრილში სამხედრო კავალერიები გამოჩნდნენ მეცკოიაში. მალევე რუსეთმა უკრაინის საზღვართან გრანდიოზული მობილიზაცია მოახდინა. დაახლოებით ამავე პერიოდში საპრეზიდენტო თვითმფრინავები გამოჩნდნენ რეგიონში. ადრეულ 2021-ში ნავალნიმ გამოუკრა გამოძიება პუტინის პირად საკუთრებაზე. ეს არის ხალხის მიერ დაფინანსებული სასახლე შავ ზღვაზე, რომელიც რა თქმა უნდა პუტინის პირადი გამოყენებისთვის არის აშენებული. ნავალნიმ ასევე დიაგრამების გამოაქვეყნა, რომლიდანაც ხედავთ, რომ როგორც მიწის ზემოთ არის გასაკვირი ეს შენობა, ისე არის მიწის ქვემოთაც. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის სასახლის ქვევით არის რამდენიმე ტუნელი და ძალიან დიდი ლიფტი. ეს ტუნელები და ლიფტი როგორც შანს აღჭურვილია ვენტილაციის და კანალიზაციის სისტემებით, ისევე როგორც ელექტროენერგიით. ნახაზები გვიჩვენებს, რომ ლიფტებში ვენტილაციის რამდენიმე სისტემაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს შეიძლება თავდასხმისას სათადარიგო გეგმა იყოს. რამდენად შეუძლიათ ამ ტუნელის ბირთვული შეტევის გაძლება, ეს უცნობია. თუმცა ის ვიცით, რომ თითოეული აგებულია 38 სანტიმეტრიანი ბეტონით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზუსტად იგივე ორგანიზაციის აშენებულია ეს სასახლე, რომელსაც იამანტაუში ტექნიკა მიყავდა. ეს ორგანიზაცია პირდაპირ პასუხისმგებელია რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური საქმეების მდივანის მიმართ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ორგანო, რომელსაც ქვეყანაში ავალია მყარი სტრუქტურების აგება, მაგალითად ისეთი როგორც ბუნკერი ან სასახლე. და ამ ორგანოს მართავს პუტინთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი. ალექსანდრ ლინეტი დიდი ხნის განმავლობაში იყო FSB-ს რეგიონული უფროსი, რომელიც რეალურად კგბ-ს გადმონაშთია. ამჟამად სპეციალური მშენებლობის დეპარტამენტი ჩაბარებულია 2015 წლიდან. პუტინის ლინეტის ანდმი კეთილგანწყობა 2020 წელს მის დეკლარაციაში გამოიხადა. მოშიც ლინეტის სახელზე რეგისტრირებდა 177 კვადრატმეტრიანი ბინა მოსკოვის ცენტრში. პრემიერ ლინეტს წყალობს იქიდან გამომდინარე, რომ მას არ ამოდავს იამანტაუს ბუნკერი, არამედ პუტინის სასახლის ბუნკერიც ავარია. მაგრამ რეალურად მისი ორგანიზაცია ისეთ ბუნკერებთანაცაა დაკავშირებული, რომლებიც პირდაპირ დედაქალაქში მდებარეობს. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი შენობის გვერდით არის დიდი გამოუყენებელი მიწა, რომელზეც ფაქტიურად არაფერია. ეს არის საკმაოდ ძვირი მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოუყენებელია, თუმცა მდებარეობს მოსკოვის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტთან.
თუმცა ეს შედარებით ადრე იყო. 2017 წლიდან ამ ტერიტორიის ნაწილობრივი გამოყენება პრეზიდენტის პირდაპირ ბრძანების საფუძველზე დაიწყო. კატერინა ტიხონოვა არის პროფესიონალი მუსიკოსი, რომელსაც აქვს ბაკალავრიატის დიპლომები მათემატიკასა და ფიზიკაში. ის ასრულებს კომპანია ინოპრაქტიკას თავმჯდომარის მოვალეობას, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტის წინ არსებული ტერიტორიის განაშენიანებასთან. მათი მენეჯმენტის ქვეშ ეს ტერიტორია გახდება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების პარკი და ალბათ დამთხოვა ის, რომ ეს ხალი პუტინის შვილია. მიწა, რომლის განაშენიანებასაც პუტინის ოჯახის წევრების კომპანია განაგებს, ასევე თანასაკუთრებაშია ეგრეთ წოდებულ TIS-თან. TIS-ი არის კომპანია, რომლის ადმინისტრაციაც შედგება MDSP-ის წევრებისგან. ეს ის ორგანოა, რომელიც ამასწინად ვახსენეთ. ეგრეთ წოდებული ITS-ი ასევე ცნობილია გვირავების გაშენებით. ალბათ მიხვდებოდით, რომ რეალურად ის მიწა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით, ჩვეულებრივი არაა. ჭორების მიხედვით ის უზარმაზარი სამართავი ბუნკერის ზემოთაა, რომელიც დაახლოებით 200 ან 300 მეტრის სიღრმეზეა ჩაფლული და შეუძლია მომსახურება გაუწიოს 10,000-მდე პერსონალს. იამატაუს გავსაც საბჭოთა კავშირი ძალიან დიდი კრეატიულობით გამოირჩეოდა ქალაქის ქვეშ ბუნკერების გაყვანაშიც. მაგალითად, მოსკოვის ახლანდელი მეტროს სისტემა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გადაკვალიფიცირდეს ბუნკერად, თავშესაფრად, რომელშიც მოქალაქეებს რამდენიმე დღით გაძლება შეიძლებათ. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ჩავდივართ მოსკოვის ერთ ჩვეულებრივ მეტროს ადგილში. დავდგებით ესკალატორზე და ჩავალთ მეტროს ღრმა ნაწილში, რომელიც უკვე თავისთავად ბუნკერადაც შეიძლება გამოვიყენოთ. მაგრამ თუ მოიწყენდა ამ კონკრეტულ მეტროს ადგილში ცოდას გაავლი, შეამჩნევ ერთ ქანდაკებას, რომელიც ახალი გარემონტებულია და ბელარუსის საბჭოთა რესპუბლიკის თემატიკისაა და სწორედ ამ ქანდაკებასთან შეამჩნევთ ორ ერთშეხებით უადგილო ნაცრისფერ კარებს. და სწორედ ამ კარებების უკან იმალება ის, რაც ჩვენ აქ რეალურად გვაინტერესებს. მეტროს ადგილ ბელარუსკაიაში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს მიერ აშენდა ბუნკერი. ეს ბუნკერი დღემდე უზარმაზარი და დალუღულია. მასთან ახლოს მხოლოდ რამდენიმე გზით შეიძლება და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული სამხედრო დანიშნულებისთვის. მაგალითად, მაღალჩინოსნების დასარჩენად. მაგრამ პრინციპში უკვე მიხვდებით, რომ ეს ბუნკერი სამხედრო გამოყენებისთვის არის და არა იმისთვის, რომ რაღაც მოქალაქე თუნდაც შევიდეს. გავრცელებული ინფორმაციით ეს კონკრეტული ბუნკერი წყობაში არაა. შესაბამისად მიტოვებული ბუნკერები მოსკოვში როგორც ჩანს იშვიათი არაა. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროსაც გააჩნდა საკუთარი ბუნკერი და სქემატურად ბევრად უფრო დიდ მასშტაბებზე აქვს საუბარი. და ზოგადად მარტო ამაზე არაა საუბარი, რეალურად უამრავი ბუნკერის სქემაა გავრცელებული, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივად ინტეგრირებული იქნეს მოსკოვის მეტროს სისტემაში. ცხადია, რომ ჩვენთვის მხოლოდ ცნობილია დეკლასიფიცირებული ბუნკერები. რახან აღარ ფუნქციონირებენ, მათზე ინფორმაციაც გასაიდუმლოებული აღარაა. მოსკოვში სრულიად კონფიდენციალური მიწისქვეშა სისტემებიც არსებობენ რეალურად. 2015 წლის 17 ნოემბერს FSB-მ დააკავა პაվել საფრანოვი. ის მოსკოვში ცხოვრობდა და პროფესიით თხრელი იყო. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 1 წლით ადრე პაველი და მისი მეგობრები წააწდნენ ეგრეთ წოდებულ მეტრო 2 სისტემას. ყოველ შემთხვევაში მათ ასე ჯეროდათ. ამ მიდამოებში მათ 3 დღე იბოდიალეს. მეტრო 2-ზე ამბობენ, რომ ეს არის უზარმაზარი საიდუმლო მიწისქვეშა მეტრო, რომელიც კრემლს ძალიან დიდ ბუნკერთან აკავშირებს. ეს ბუნკერი საუბრობოდ უნდა იყოს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ არსებული მიწის ქვეშ. სწორედ ის მიწა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ვახსენეთ, რომ განაშენიანების პროცესშია. ხელების ჯგუფის მიხედვით მეტროს გვირაბები 100 მეტრზე გრძელდებოდა. გვირაბში ჭერის სიმაღლე კი 25 მეტრს აღწევდა. ზოგი გვირაბი მიტოვებული იყო. პაველმა ასევე თქვა, რომ იპოვა ამოქოლილი შესასვლელი, რომელიც კრემლისკენ ადიოდა. მისივე თქმით, არანაირი მტკიცებულება არ იყო, რომ ეს ტუნელები ახლაც გამოყენებაში იყო. საინტერესო ის არის, რომ პაველი მხოლოდ 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიჭირეს სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებისთვის. სამწუხაროდ ეს ყველაფერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარე ბუნკერზე ბევრს არ გვეუბნება. რეალურად ჩვენ არ ვიცით ეს ბუნკერი როგორია, რამხელა ან რასთანაა დაკავშირებული და არც მასთან დაკავშირებული გვირაბების სქემაზე შეგვიძლია რამის თქმა. იქნება უბრალოდ დამთხოვა ის, რომ ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტი პუტინის შვილს აბარია. იმ ალბათობის მიუხედავად, რომ ამ ტერიტორიის ქვეშ შეიძლება უზარმაზარი ბუნკერი იყოს ჩადგმული. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ პუტინის საიდუმლოებით მოცული კაცია. სუსტად იგივე შეგვიძლია თქვათ მისი ქვეყნის ბუნკერებზე. მაგალითად, ალთაის მთებში არის კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც საზოგადოებას მოშორებულია. ეს არის შენობა, რომელიც მრავალფეროვანი მიზნებისთვის კომპანია გაზპრომის აშენებულია. თუმცა რეგიონში სტუმრობისას პუტინსაც გამოყენებული აქვს რამდენჯერმე. ერთ შეხვედრით ამ სახლში განსაკუთრებული არაფერია. არის ჩვეულებრივი შენობა მდინარესთან ახლოს, რომელიც სხვა ობიექტებთან შედარებით შორსაა. თუმცა ამ სახლს განსაკუთრებულ ცოტა სხვა რამე ხდის და ეს ეგრეთ წოდებული ტრანსფორმერების სადგურია. ეს არის რეალურად ელექტროენერგიის სადგური, რომელიც არა მარტო საკმარისი რომ ერთი სახლი მოამარაგოს, არამედ დაახლოებით ერთი პატარა ქალაქისთვის საკმარისი ენერგიის გამომუშავება შეუძლია, რაც ბუნებრივია, რომ უამრავ ეჭვს იწვევს. არსებობს თეორიები, რომლის მიხედვითაც პუტინს ძალიან განვითარებული ბუნკერი აქვს ჩაშენებული ალთაის ქვეშ. თუმცა ძალიან დიდი ბუნკერი აქ ნაკლებად სავარაუდოა. რეალურად ბუნკერის აშენება პრაქტიკაში საკმაოდ რთულია, გჭირდება ძალიან ბევრი მასალა, ასევე გჭირდება ტექნიკა. შესაბამისად, ამ მშენებლობის პროცესის დამავალ თვითონ ძალიან რთულია. რეალურად გულსფელები რომ ვიყოთ, კიდე იყოს ეს მისი სასახლე, ალთაი ან ნებისმიერი მიწისქვეშა ბუნკერი, ჩვენ ამაზე ძალიან ცოტა ვიცით. არ ვიცით რამდენად ტექნოლოგიურად განვითარებულები არიან, არ ვიცით რა მხელები არიან, სად და როგორ მიდიან.
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უზარმაზარი მიწისქვეშა განვითარებული ქალაქები, თუმცა მათ ადგილას შეიძლება ჩვეულებრივი გვირაბი აღმოჩნდეს. ამასობაში ჩვენი ვიდეო დასასრულს უახლოვდება, ასეთი ტიპის ვიდეო პირველია ჩვენ სახზე, ამიტომ თუ მოგეწონათ ხოლმე რომ დალაიქოთ, გამოიწვიოთ არხი, დატოვოთ კომენტარი, რითიც ძალიან დიდი მოტივაციას მოგცემთ, რომ ასეთი ვიდეოები კიდევ მეტი და მეტი გავაკეთოთ. ასევე თუ გნებავთ რომ არ სუსაფრთხოთ, სწრაფად და მარტივად დაეხმაროთ, აღწერაში იქნება ხის საჯის ლინკი და იქაც კითხვებით გეოდებით. მომავალ შეხვედრამდე.